მოგესალმებით, მე გახლავართ მერაბ ბონიანი, ფსიქოთერაპევტი, ხელოვნებათმცოდნე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ფილმის განხილვა, საუბარი ფილმზე, რომელსაც ჰქვია ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა. ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როცა ვნახე პირველად, იმიტომ რომ შთაბეჭდილება ძალიან ძლიერი მოახდინა. ფილმი მიმდინარეობს, ანუ მოვლენები ფილმში ხდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აქ არ არის ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დაზიანებული არიან თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. შესაძლოა ისინი ბევრ თემაზე სწორადაც ვერ მსჯელობენ და ისე ვერ აზროვნებენ ჯანსაღად, რომ არ იყვნენ ამ დაწესებულების პაციენტები და საინტერესო ის გახლავთ, რომ თავად ფილმის გადაღება ხდება რეალურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ფსიქიატრიულ საავადმყოფომ დაუთმო თავისი კედლები, ალბათ იმისათვის, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ყველაფერი, რაც იქ გათამაშდებოდა და მთავარი ექიმის როლსაც რეალური მთავარი ექიმი ასრულებს, რომელიც მთავარ გმირს მაკ მერფის ეკითხება თავიდან, რომ აი როგორ მოხდი აქ, რამ განაპირობა შენი აქ მოხვედრა და მაკ მერფი ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს პასუხები. ის საერთოდ არის მანიპულატორი, არ აქვს დანაშაულის აღიარების უნარი, თითქოს აბსოლუტურად მოხსნილი აქვს პასუხისგებლობა ყველაფერზე და როდესაც ეუბნებიან, რომ აი ცნობილია, რომ შენ ციხეში იჯექი იმის გამო, რომ 15 წლის გოგონა გააუპატიურე, ის პასუხობს, რომ იცით რა, ეს ჯერ კიდე საკითხავია, ვინ გააუპატიურა სინამდვილეში. 15 წლის შეიძლება იყო, მაგრამ 35 წლის გოგოსავით გამოიყურებოდა და მას ძალიან მოეწონა ის, რაც მას თავს გადახდა და ასე რომ ეს საკითხავია სინამდვილეში რა მოხდა და მე მგონი ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარუშლელი შთაბეჭდილება იყო, რაც მაშინ მოხდა. ანუ ის ცდილობს, რომ გამოძრეს სიტუაციიდან. არანაირი განცდა პასუხისგებლობისა, დანაშაულისა მას არ გააჩნია. ამის მერე ეკითხებიან, რომ აი შენ ბევრი ჭხუბები გქონდა და ანუ აქცენტია იმაზე, რომ ის კონფლიქტური ადამიანია და არ ერიდება ჭხუბსაც და ამაზეც ასეთ პასუხს აძლევს, რომ ისიც რა ამაში რა არის პრობლემატური. ბოქსიორებიც ჭხუბობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც აკეთებენ ამაში და რა ვიცი დიდ მაყურებელსაც იზიდავენ. ანუ ყველა სიტუაციიდან სურს, რომ თავი დაიძრინოს, ასეთია. და როცა მოხდება ამ სამყაროში, ამ სისტემაში, სადაც არსებობს გარკვეული წესები და ნორმები, ის ცდილობს, რომ დისონანსი შეიტანოს ამ სისტემაში და ფაქტობრივად მას აქვს აქტიური დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და იმ წესებში, რომელსაც იქ ადგილი აქვს, ცდილობს, რომ შეიტანოს დისონანსი. მაგრამ ეს დაპირისპირება ამ სისტემასთან სამწუხაროდ მისთვის არ თავდება გამარჯვებით და ესე ძალიან ნიშანდობლივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რომელიც ხდება იმ გარემოში, რომელსაც თვითონ თავისი შინაგანი არსით ეწინააღმდეგება, ანუ ის არ თulis თავის თავს გიჟად, ასე ვთქვათ, ფსიხად, როგორც თვითონ ამბობს და რაღაცა თითქოს გვერდიდან უყურებს ამ სიტუაციას და რაღაცნაირად შინაგანად მიჯნავს თავის თავს ამ მდგომარეობისგან, მაგრამ საქმე იმაშია და ერთი კანონზომიერება იჩენს თავს, რომ რეალურად იქ ყოფნის პირობებში ის ნამდვილად ხდება სრულყოფილი პაციენტი ამ სიტყვის სრული გაგებით. არის მანიპულატორი, ცდილობს, რომ გამოიყვანოს ადამიანები ჩვეული რიტმიდან, მაგალითად ინდიელთა ბელადს, ასე ვთქვათ, უკიჟინებს და ფიქრობს, რომ იმ როლს, რომელიც მას აქვს მორგებული, ანუ არ აკეთებს რეაგირებას, თითქოს ყრუარი და მუნჯი, მას ეჭვიში აქვს ამაში და ფიქრობს, რომ ის ამას თამაშობს და უნდა რომ გამოსცადოს ეს რეალობა თუ არა. მაგრამ არაფერი გამოსდის მასთან. მერე გადადის იმ ბენეფიციარების მაგიდასთან,
რომლებიც კარტის თამაშით არიან დაკავებული და აქ თავის ასე ვთქვათ კარტს ამოიღებს, რომელზეც შიშველი ქალების გამოსახულებაა და ცდილობს რომ მათ ქცევებშიც დააკვირდეს, როგორც ცვლილებებს გამოიწვევს. ანუ აბსოლუტურად მანიპულირებს ყოველთვის და ყველგან და ცდილობს ასევე რომ დაუპირისპირდეს უფროს მედდას, რომელიც არის ამ საავადმყოფოს წარმომადგენელი, ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, მზრუნველობითი ფუნქცია ჩაბარებული პაციენტებზე და ის ნამდვილად ატარებს კეთილგანზრახვებს ისადმი დაქვემდებარებულ ბენეფიციარებთან მიმართებაში, ცდილობს რომ უზრუნველყოს მათი დაცულობა, სიმშვიდე, რომ არ მიიღონ მათ სტრესი, მაგრამ რადგან მის ხელში არის ძალიან დიდი ძალაუფლება და ფაქტობრივად თვითონ განაგებს იქ ყველაფერს, ეს მძიმედ აისახება ფილმის ფინალურ სცენებში, იმიტომ რომ ისიც ვერ მოახერხებს, რომ ეს ძალაუფლება აბსოლუტურად ჯანსაღად გამოიყენოს და ფაქტობრივად მისი ასე ვთქვათ გადაჭარბებების შედეგად ერთ-ერთი გმირი თავს იკლავს და ძალიან ფატალურად თავდება ეს ყველაფერი. ეს არის თითქოს ორი უკიდურესობა ფილმში მაკ მერფის სახით და ამ ასე იგი უფროსი მედდის სახით და ამ ორი უკიდურესი პოზიციის მქონე ადამიანის ფონზე თამაშდება ყველა სცენა, რაც ფილმში ხორციელდება. მაკ მერფი ცდილობს რომ შეიტანოს ცვლილებები, შეიტანოს ის წესრიგი, რომელიც მას მიაჩნია, რომ არის ნორმალური, მაგრამ აი ამ დაპირისპირებაში ის დამარცხებული გამოდის, რადგან პოზიციურად უპირატესობა მას არ აქვს, ის ფაქტიურად იმყოფება აქ სტუმრად და ეს არ არის საკუთარ მოედანზე თამაში, ასე რომ ვთქვათ და იქ ყველაფერი არის მომართული იმისათვის, რომ ის დამარცხდეს. ძალიან ბევრი თემების განხილვა მიდის, როდესაც პაციენტებთან საუბრობენ. ისინი ამჟღავნებენ თავის პრობლემატიკას, საუბრობენ ამაზე და ჩვენ როდესაც ამ ფილმს ვუყურებთ, გვაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ თითქოს სარკეში ვიხედებით, სარკეში, რომელშიც ბევრი რამ საკუთარი თავისაც შეიძლება რომ აღმოვაჩინო და ფილმი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. რომ ვთქვათ, რაზეა ფილმი, შეიძლება მარტივად გავცეთ პასუხი, რომ ფილმი არის ადამიანზე. მთელი თავისი მახასიათებლებით, თუ როგორ იტევს ადამიანი თავის თავში, როგორც დაადებით, ისე უარყოფით თვისებებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ ფილმის ყურების დროს მაყურებელს აქვს ტენდენცია იდენტიფიკაცია მოახდინოს მთავარ გმირთან და ხშირად შეიძლება გამორჩეს მხედველობიდან ის ბევრი უარყოფითი, რაც არ არის მაგალითად ასაღები ამ გმირისგან და მაყურებელს ახასიათებს გმირის იდეალიზაცია და ესეც ძალიან პრობლემატური მოვლენაა, ისეთი აქტუალური, რომელსაც ჩვენს რეალობაში, ჩვენს ცხოვრებაში აქვს ხოლმე ადგილი, როდესაც ვახდენთ ადამიანების იდეალიზაციას და ვივიწყებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანს წარმოადგენს მთელი თავისი პრობლემატიკით თუ მადლითა და სიკეთეებით. აქაც იგივე ხდება მაკ მერფის მაგალითზე, ჩვენ ვხედავთ მის არასრულფასოვნებას, მის დესტრუქციულ ქმედებებს. თითქოს მასში წინა პლანზე არის მისი შინაგანი ბავშვი, რომელიც არღვევს სხვა ადამიანების საზღვრებს, ძალიან უხეშად იჭრება იქ, მაგრამ მეორეს მხრივ ის ცდილობს, რომ ტონი მისცეს რეალობას და ასე ვთქვათ, ერთგვარი სიკეთეს კი განახორციელოს იქ. საინტერესოა აღინიშნოს ისიც, რომ აქ საუბარი არის ასეთ თემებზეც ამ ფილმში, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, ბუნებრივია. და მე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ადამიანი მოცემულ მომენტში წარმოადგენს
რაღაც თავისი განვითარების რაღაც საფეხურს რომელსაც მიაღწია და ყველა ადამიანს აქვს თავისი გამოცდილება, თავისი შეხედულებები, რწმენა, წარმოდგენები ამა თუ იმ საკითხებზე და მოვლენებზე, მსოფლმხედველობა და ცხადია ყველა ერთმანეთსაგან განსხვავდებით და შეუძლებელია რომ ერთნაირი წარმოდგენა ჰქონდეთ ხშირად ადამიანებს თუნდაც ერთ და იგივე საკითხზე და ამ ფილმში ხედავთ როგორ ავლენს ერთ-ერთი ბენეფიციარი მეორეს მიმართ აგრესიას, როდესაც ხედავს რომ ის მისი წარმოდგენით რაღაც სისულელეს ლაპარაკობს და აი პირდაპირ უბრაზდება და უწყრება. შეიძლება ჩვენი რეალობაც გავიხსენოთ, როგორ აქტუალურია ეს და თანადროულია ამ ფილმში არსებული თემატიკა და მე მგონი მას ყავლი არასოდეს არ გაუვა, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს მთელი თავისი სიკეთითა თუ ნაკლოვანებებით. რომ ადამიანს აქვს ტენდენცია რომ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მისებურად არ ფიქრობენ და აზროვნებენ და ეს საკმაოდ დიდ სირთულეებს იწვევს ჩვენს ადამიანურ საზოგადოებაში, მაშინ როცა შეიძლება დაუტოვოთ ადამიანებს თავისი უფლება, რომ ქონდეს ისეთი წარმოდგენები და შეხედულებები, როგორიც მას გააჩნია, ეს მისი ინდივიდუალობის მახასიათებელია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ადამიანი ცუდია, თუ მას თავისი აზრი აქვს და ის ჩვენგან განსხვავებულია. არ არსებობს ალბათ ასე დაყოფა ადამიანების ამ ნიშნით ალბათ სწორი არ არის და უნდა გავითვალისწინოთ ის თუ ვინ რა გამოცდილებას ფლობს, რა ასე ვთქვათ, შეხედულებები აქვს ჩამოყალიბებული, როგორ კულტუროლოგიურ პერსონას წარმოადგენს მთელი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია აგრესიის თემაზე თუ რამდენიმე სიტყვას ვიტყვით კიდევ, რომ ხშირად ადამიანები დაყოფილები არიან რაღაცა ჯგუფებად და ბანაკებად და რაღაცა სიძულვილით უყურებენ დანარჩენ ასე ვთქვათ ნაწილს საზოგადოებისას ან სხვა ბანაკში მყოფ ადამიანებს და ეს აგრესია მათ აერთიანებს. ანუ ხშირად ხდება, რომ აგრესიის ირგვლივ ხდება ადამიანების გაერთიანება და ამ ფილმში არის ასეთი მომენტი, როდესაც მაკ მერფის გაყავს ეს ბენეფიციარები მიღმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისა და ისინი აღმოჩნდებიან იახტაზე, სადაც აძლევს საშუალებას, რომ ასწავლის თევზის დაჭერას და როდესაც ვფიქრობდი ამ მომენტზე, თევზი რაღაცა ქრისტეს სიმბოლოა ხშირ შემთხვევაში ასე გამოიყენება და აი ისინი თევზს იჭერენ და არიან ძალიან გახარებულები და ძალიან ბედნიერები და თითქოს აი დღესასწაული ეს და ძალიან დიდი სიხარულის მომენტი არის აი ამ დროს, როცა დამოუკიდებლად რაღაცის კეთების შესაძლებლობა ეძლევათ და განსხვავდებიან უკვე იმ ადამიანებისაგან, რასაც წარმოადგენენ ამ ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში, როცა გვანან ისინი თოჯინებს, რომლებიც სხვების მიერ იმართებიან და ყველაზე დიდი ალბათ საჩუქარი, რაც კი მაკ მერფიმ გაუკეთა სხვებს, ეს არის ის დიდი სიხარული და ბავშვობაში დაბრუნება თითქოს მათ მოაპოვებინა თავისი დაკარგული სახე და ეს ძალიან დიდი პლუსია ამ პერსონაჟის. ასევე მნიშვნელოვანია რა ახასიათებს ამ ადამიანს, მას ჯერავს ამ პიროვნებების, ის უცხადებს მათ ნდობას, რომ შეძლებენ თუნდაც კალათბურთის თამაშს, რომ მათ რაღაც უნარები გააჩნიათ და ძალიან უხარია, როცა ხედავს, როგორ აგდებს კალათში ბურთს ბენეფიციარი და აი რაღაცა საოცარი ბედნიერებას გამოხატავს თვითონ და ისინიც, ვინც სწავლობენ და თითქოს იმედს ჩაუსახავს ამ ადამიანებს, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი არსებობა და
შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, განახორციელონ მცდელობები ამ მიმართულებით. და თავად ბევრი მცდელობების განხორციელების შედეგად ხშირად უკმაყოფილო რჩება, იმიტომ რომ ბევრი რამ რაც დაპირდა დანარჩენებს ვერ განახორციელა, ვერ მოახერხა ამის შესრულება და სადღაც თითქოს ნდობაც დაკარგა, თითქოს მისი სიტყვაც გაუფასურდა და წონა დაკარგა მისმა სიტყვამ, მაგრამ მას მაინც აქვს სათქმელი თავისთვის და სხვებისთვის ის, რომ მე ვცადე მაინც ყველაფერი ვიღონე იმისთვის, რომ რაღაცისთვის მაინც მიმეღწია. ანუ ეს მცდელობა რეალურად სასიცოცხლო ძალაზე მეტყველებს და ეს რაღაცა ძალიან ძვირფასი შენაძენია, რასაც ეს ფილმი აკეთებს, რომ აი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოსინჯეს, ცადე. ასევე აი სწორედ იქ, როცა თავისუფლებაზე ყავს გაყვანილი ეს ადამიანები, ხედავს ახალგაზრდა ბიჭი ბილი, როგორ გამოხატავს სიმპათიას გოგონას მიმართ და ესეც მის სიხარულს იწვევს. ეს ბილი ქალწულია, მას არანაირი გამოცდილება ქალთან ურთიერთობის არ ქონია, ის უფრო დედიკოს ბიჭია, რომელიც აღმოჩენილია ამ საავადმყოფოში სწორედ იმიტომ, რომ აი ძალიან ბევრი ფაქტორი ჩანს არასწორი აღზრდისა დედის მხრიდან, დედაზე მიჯაჭვულობისა, ცოტა ტირანიის მომენტებია, არა ცოტა, არამედ გვარიანად და ის აბარებს თავის ვაჟს, მის მეგობარს, რომელიც არის სწორედ ეს მედდა, უფროსი მედდა. და ასე ვთქვათ, სრულად მინდობილია მასზე. მაკმერფიც ცდილობს და ფიქრობს, როგორ გაახაროს ეს ბიჭი. ბიჭი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, მეტყველების პრობლემა აქვს, ენა ებმება. და გააკეთებს ისე, რომ ეს მისი მეგობარი გოგონა დარჩეს მასთან და ასე ვთქვათ, რაღაცა პირველ ნაბიჯს ბილი დგავს ქალთან ურთიერთობისა, იღებს რამ გამოცდილებას, იმდენად იცვლება მასში ყველაფერი, რომ შეიძენს თავდაჯერებულობას, მამაკაცურ თავდაჯერებულობას და ის პრობლემა ეხსნება და იწყებს ჩვეულებრივ გამართულ მეტყველებას. ანუ ამ დათრგუნული მდგომარეობიდან მაკმერფის გამოყავს ეს ადამიანი და ფაქტიურად ძალიან კარგ ნაბიჯს დგავს მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ აქაც რისკიანია ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა არ არის გათვლილი იმაზე თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და მოკლედ იმ საღამოს, როცა ეს ამბები ხდება, მოკლედ იქეიფებენ ამ დაწესებულებაში და მეორე დღისთვის, როცა მოდიან სანიტრები, როცა მოდის ეს მედდა, ხედავს იქ რაც არის მომხდარი, რაღაც საშინელება, გადაწყვეტს, რომ დასაჯოს ეს ბიჭი, იწყებს მის დაშანტაჟებას, ეუბნება, რომ დედას ეტყვის ამას, რომ ის ცუდი ბიჭია, რომ არ ცხვენია, მან რაც გააკეთა და რაც ჩაიდინა და ფაქტიურად ისევ იწყებს, ასე ვთქვათ, ენის ბორძიქს, ისევ ხდება მისი რეგრესში შეყვანა და ფაქტიურად ისევ იმ ტრამვულ მდგომარეობაში აღმოაჩენს იმის გამო, რომ ხვდება და რომ მან დაკარგა ძალაუფლება, მან დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რაც იყო მისთვის, ეს იყო კონტროლის სიტუაციაზე და ამიტომ ეს უნდა აღადგინოს ნებისმიერ ფასად და რეალურად შედეგად ვიღებთ იმას, რომ ესე იგი ხდება რა ისევ პატარა ბიჭი, ისევ ის დედიკოს ბიჭი, რომელიც ცდილობს, რომ დედასთან არ იყოს ესე შერცხვენილი, იწყებს საკუთარი თავის დასჯას და თავისი ხელით სცემს საკუთარ თავს და მერე რაღაცა შუშის ნაჭერით გადაიჭრის ვენებს და თავს იკლავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მაკმერფის გადაწყვეტილი აქვს დატოვოს ეს ტერიტორია, გაიქცეს ამ საპყრობილედან
და თავს უშველოს. მას უკვე ფანჯარაც გაღებული აქვს და არაფერი ხელს არ უშლის, რომ წავიდეს და დატოვოს ეს ტერიტორია, მაგრამ გებულობს რა იმას თუ რა მოხდა, რომ ბილი თავი მოიკლა, გაშმაგებული ეკვეთება ამ ასე ვთქვათ ქალბატონს და უნდა რომ გაგუდოს ის, მაგრამ ნუ ხელიდან ართმევენ მას და ამის საშუალება მას არ ეძლევა, მაგრამ ამ მკვლელობის მცდელობისათვის სასჯელს კი განუკუთვნებენ მაგ მერფის. მინდა ცოტა ხნით შევწყვიტო აქ თხრობა და ინდიელთა ბელადზე გადავიდე. ინდიელთა ბელადს სრულად მიუხვდა ის, რომ ის თამაშობდა იმ როლს, რომ თითქოს მუნჯი იყო და ყრუ და არაფერი ესმოდა. ეს ინდიელთა ბელადის თავდაცვის საშუალება იყო, იმიტომ რომ მას ჰქონდა გამოვლილი ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი განადგურება მის ოჯახს და მამა, რომელიც გალოთდა და ასე ვთქვათ ბომჟად იქცა, იყო აბსოლუტურად განადგურებული იმ ყველაფრისგან, რაც მას დაემართათ და როდესაც მაგ მერფის თავაზობს მას გაქცევას, ის უარს ეუბნება, რადგან ასასვლელიც არ აქვს და თუ წავა დაუშვათ იმ გარემოში, სადაც მამა მას ძალიან გაუჭირდება, რომ კვლავ უყურებდეს მამამისის ამ გაუბედურებულ მდგომარეობას და ის თავის თავს პატარა ადამიანად აღიქვავს და მაგ მერფის დიდ ადამიანად თვლის, იმიტომ რომ ეს ტონის მიმცემია, ის თვითონ ქმნის რაღაც ამინს და ამას ეს ბელადი ვერ ახერხებს და მთავარი პრობლემა, რაზეც აქცენტია გაკეთებული, რის გამოც უჭის მას ნაბიჯის გადადგმა, არა ის არის, რომ ფიზიკურად ვერ გაიქცევა, ფიზიკურად თავს დააღწევს ამ საავადმყოფოს, მაგრამ მასში შინაგანად ამით არაფერი არ შეიცვლება და ახლა, როდესაც ის ხდება მოწმე ამ პერსონაჟის, ამ პიროვნების, მაგ მერფის საოცარი თავდადებისა ამ ადამიანების, ბენეფიციარების მიმართ, როდესაც ის არანაირად არაფერში არ არის ანგარებით დაინტერესებული და აბსოლუტურად უანგაროდ ემსახურება ამ ადამიანების კეთილდღეობას და ფაქტიურად გაქცევა რო შეეძლო, უკან ბრუნდება და შემდეგ ფაქტიურად ეწირება ამ ასე ვთქვათ თავდადების იდეას და სიყვარულის იდეას სხვა ადამიანებისთვის, ის იბრუნებს რწმენას ადამიანისას, რაც მას დაკარგული ჰქონდა და ხდება მასში სწორედ ის შინაგანი ცვლილება, რომლის გარეშეც მას წასვლა და ამ ტერიტორიის დატოვება არ უღირდა. და აი მძიმე სასჯელი, რომელშიც ასე ვთქვათ გაატარებენ მაგ მერფის, ეს არის ელექტროშოკი და შეიძლება ითქვას, რომ ელექტროშოკით თერაპიას ეძახიან, მაშინ როცა აბსოლუტურად სადამსჯელო ღონისძიებაა და შემოყავთ ამის მერე უკან ამ ელექტროშოკების შემდეგ მაგ მერფი, რომელსაც დაკარგული აქვს ადამიანურობა, მთლიანად წაშალეს მისი პიროვნება და ბელადი ხედავს, რომ ეს ადამიანი მცენარედ აქციეს და მას არ შეუძლია რომ შეეგუოს ამას და არ დატოვებს ის ამ მდგომარეობაში, რომ მთელი ცხოვრება ესე გაატაროს, გუდავს მას, კლავს და ათავისუფლებს ასე თი ცხოვრების ტანჯვისაგან და თავად უკვე გრძნობს თავში ისეთ ძალებს, რომ ტოვებს საავადმყოფოს ტერიტორიას და გარბის აქედან და გადის თავისუფლებაზე და ეს არის ფინალი ამ მხატვრული ნაწარმოების, რომელიც შედევრალური ნამუშევარი არის მილოშ ფორმანისა. ამ ფილმს აქვს 5 ოსკარი აღებული და რა თქმა უნდა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აი ეს არის ის, რაც მოკლედ მინდოდა ამ ფილმის შესახებ რომ მესაუბრა.